ესეც სეზონურად როგორ ხდება აქ თქვენთან ესე იგი საფხულში უფრო ხშირად დადიან შემულებების დროს თუ სამუშაო საათებში აი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნებისთვის კლიენტების სახელი გვარი ჩამოწერეთ და თარიღიც მიუთითეთ გასაგებია ბატონო პარლამენტარო ჩახედეთ თქვენს წილს და მიხვდებით რომ მუშაობ ასე როგორ შეიძლება გოია არა ჩემო კარგო თქვენ თუ არ იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე სხვა არავინ მოიცვის თქვენს დამიჯერეთ მე პარლამენტარი ვარ და ზუსტად ვიცი რასაც გეუბნები პრინციპულად შევეცადოთ რომ არჩევნების შემდეგ გავკეთებინა ეს იმიტომ რომ ჩვენ ძირთადად საარჩევნო რეჟიმში ვართ და ჩემთვის პიესა და ალბათ დათოსთვისაც იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთი თაობის ხალხი ვართ ერთად მოდივართ თავარი არის რა ნებისმიერ პოლიტიკურ ინსინუაციებში ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ღირსება და ზნეობრივი კატეგორიები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ანუ საზოგადოებამ უნდა შეუკვეთოს პოლიტიკოსებს ის, რომ იცხოვრონ და თუნდაც იბრძოლონ ზნეობრივად და აი ამაზეა ეს ნაწარმოები, მე მგონი. რომ არ გინდოდეს წახვიდოდი იცი? კედების გარეშე ვერსად ვერ წავალ. აქტუალურია ნამდვილად რაც მთავარია ალბათ თეატრის ერთ-ერთი დანიშნულება რაც არის სპექტაკლის უშუალოდ და რავი ხმაყოფილი ვარ ჩემი მეგობრების ნამუშევარი ძალიან საინტერესო იყო ბატონ დიმასთან მუშაობა მე პირველად ვიმუშავე და მე მინდა რომ მას მადლობა გადაუხადო ამ საინტერესო შემოქმედებითი პროცესისთვის რაც შეეხება შედეგს როგორ გითხრათ არ ვიცი ეს ალბათ მაყურებელმა უნდა თქვას და მღელვარება ეს ჩემი ხა მწუთას და შეიძლება არ ვიყო ობიექტური და ვიცი მე მგონი კარგად ჩაიარა და მაყურებელმა კარგად მიიღო